არის ერთი. დაპირისპირება, რომლითაც მიდის პოლიტიკური კოჰორტა ქვეყანაში, არის დამანგრეველი. ამას მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებიდან მოდის ეს თუ ოპოზიციიდან თუ ორივენი ხელს უწყობენ იმას, რომ დაპირისპირება ძლიერდება. არც ერთს არ აქვს ინიციატივა, რომ ეს არათუ შენელდეს, გადავიდეთ თანამშრომლობაზე. დებატები ვერ იქნება თანამშრომლობა, დისკუსია ვერ იქნება თანამშრომლობა. დისკუსია უფრო მეტად გამოდის ერთმანეთისადმი ბრალდებების სახენება. აი ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა მოხსნათ და როგორმე შევძლოთ მთავარი პრინციპი მოვიყვანოთ მოქმედებაში, რომ დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე და რეალურად ეს კრიზისი, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში, ვაქციოთ შესაძლებლობად. ესე იგი, მეცნიერთა კონგრესმა შეძლო არ ქცეულიყო მხარეთ, ის დარჩა ხალხთან, არ დაუჭირა ოპოზიციის წინააღმდეგობას მხარი ყველა ერთის წინააღმდეგ და არც ხელისუფლების წინააღმდეგობას დაუჭირა მხარი, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული ყველაფერი. ჩვენ დავჭით ხალხთან. ეს არის რეალურად ფულის უფლების ქვეყანა. 5%-ს აქვს იმდენი ქონება ქვეყანაში, რამდენიც აქვს დანარჩენ 95%-ს. რეალურად ჩვენ დღეს ესე იგი იზოლაციაში ვართ, არავინ აღარ გველაპარაკება, გარდა ვთქვათ ისეთ სახელმწიფოებისა, როგორიც არის ირანი, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, არაბეთი და ასე შემდეგ. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. აქ არავინ არ ამბობს იმას, რომ ვინმეს ფეხქვეშ გავეგოთ, არავინ არ ამბობს იმას, რომ ვთქვათ ყველას დაუთმოთ და რაღაც. პირიქით, ჩვენი პოზიცია ქართული, მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. მაგრამ საქართველოს არასდროს ყოფილა მისი ისტორიის მანძილზე ჩაკეტილი ქვეყანა. აი ასეთ იზოლაციაში საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა საქართველოს ჩაკეტილი, როგორადაც ჩვენ დღეს ვართ. ანუ პრაქტიკულად დასავლეთი, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიულად იწოდებიან, ის ქვეყნები, სადაც ცივილიზაციის განსაკუთრებული დონეა, აი ეს ქვეყნებთან ჩვენ პრაქტიკულად იზოლაციაში ვართ, ანუ ისინი არ გვეთანამშრომლებიან. მშიერი და დაუძლურებული ხალხი და ქვეყანა აწყობს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მშიერი და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოկაცებულია და კუჭი იმარჯვებს გონებაზე. ჩვენ გვჭირდება დიდი საერთაშორისო კონფერენცია მომავლის საქართველო. და რას ნიშნავს ეს? ხელისუფლებას ვეუბნებით. ხალხმა არ იცით, როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ. განათლების რეფორმას ვაკეთებ და როგორი ქვეყანა გვინდა არ ვიცით. ჩვენ გვჭირდება ისეთი რამ, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინოს ღიად, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების მოხსენება, გამოსვლა, როგორი წარმოუდგენია საქართველოს მომავალი, ან მომავლის საქართველოს როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას. ანუ კარგი იქნება თუ ასეთ მოხსენებას გააკეთებს მეცნიერებათა აკადემია. ჩვენ მზად ვართ, ეს ხო გაბედული ნაბიჯია, მზად ვართ, გიწვევთ ხელისუფლებაო და ყველას ვიწვევთ და ვეუბნებით, რომ ნახოთ ხალხმა დაინახოს, ვინ როგორ მოხსენებას და ვინ როგორ მას წარმოადგენს. ეს იქნება საუბარი იმაზე, რომ როგორ შევცვალოთ ქვეყანა, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ეს შეხვედრა ჩავატაროთ პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, სპორტის სასახლიდან, რომ სოფლის საკრებულოთი დაწყებული თუ არის ასეთი რამ და დეპუტატით დამთავრებული, საქართველოს ესე იგი პარლამენტის დეპუტატით დამთავრებული, სოფლის გამგებლით დაწყებული და პრეზიდენტით და პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, დოქტორანტით და დაწყებული და აკადემიკოსით და დოქტორით დამთავრებული, ვთქვათ, შემდგომ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლობა, ყველა ძალიან დიდი დარბაზია, ძალიან დიდი აუდიტორია იქნება, ყველას თავისუფალი დასწრებით იყოს ეს სწორედ სპორტის სასახლეში მიდის პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით. მე გეუბნებით, რომ ქვეყანა მოვა აზრზე, ხალხი მოვა აზრზე და ხალხი დაინახავს მართლაც ვის რა პროგრამა აქვს. ესე იგი, დღეს მრეწველობაში არ მუშაობს იმდენი ადამიანი, რამდენიც მუშაობს დაცვაში. ადამიანების დაცვაში, ფულიანების დაცვაში და ხელისუფალთა დაცვაში. მე ყველაფერს ვინ არის დაცვის გარეშე, რამდენია, ნახეთ პოლიციაში რა რაოდენობაა ხალხის, ნახეთ უშიშროებაში რა რაოდენობაა ხალხის, ნახეთ ესე იგი რამდენი ადამიანი მუშაობს მერიებსა და გამგეობებში, ამის მეხუთედი იქნება ბევრი. თქვენ ესე იგი ეს არის სწორედ საქართველოს ბიუჯეტის ფულის გამოყენება იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოთ. ვლაპარაკობ ნებისმიერ ქვეყანაში ესე პრეზიდენტები დადიან ფეხით, ავტობუსით, ჩვენთან დადიან კაცი ქუჩაში ხელისუფალი ფეხით არ დადის.
მე ვეხვეწები ყველას ვეუბნები ჩამოდით ნახეთ ქუთაისში როცა დაპირისპირებული იყო ქუჩაში ქვეყანა გამოსული არ გარეული მუნძიმეს მდგომარეობაში აბა-ერთი რამე თუ მომხდარა მის შემდგომ ან ისეთი გახმაურებული ან დაჭერები ან რაღაცა რა არ ეცადნენ რა არ უნდათ მთელი მოქალაქეთა კავშირი დაპირისპირებული იყო ჩემთან შინაგან საქმეთა მინისტრი პროკურორი ყველანი დაპირისპირებული იყვნენ მაგრამ რამე როცა წესიერად და პატიოსნად მუშაობ ხალხის განწყობაც არის ძალიან კარგი ჩვენ შეგვიძლია ხალხის განწყობა შევცვალოთ ქვეყანაში მაქსიმალურად მოკლე დროში და ხალხი გადავიდეს ამ დაპირისპირებიდან ცოტა სიყვარულმა გაანათოს ეს ქვეყანა ჯოჯოხეთში ვაცხოვრებთ ამ ხალხს იმიტომ რომ ფულია ამის ყველაფრის ისა პარტიები იბრძვიან იმისთვის რომ ფული მოიპოვონ ამიტომ მიდიან და ეძებენ ქვეყნის გარეთ ეძებენ არა მეგობრებს არამედ ეძებენ ფულს და პატრონს როგორ შეიძლება რომ პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის გარეთ ეძებო ფული და პატრონი საქართველოს ჭირდება დაცული ქვეყანა იმით რომ 170 ქვეყანასთან ღია არ კონდეთ ჭიშკარი და ესე იგი 170 ქვეყნის წარმომადგენლებს სულ 192 ქვეყანა სოფლიოში 170 ქვეყნის წარმომადგენლებს დღეს შეუძლია გადაწყვიტოს რომ ხვალმინდა საქართველოში აიღოს ბილეთი და ჩამოფრინდეს და შემოვიდეს ესეთი რამ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება ამერიკისა და ევროპის ასეთი ლანძღვა ძვირი დაუჯდება საქართველოს და გავა გარკვეული დრო პერიოდი, როდესაც ამას შავბნელ პერიოდად აღიარებენ საქართველოში, რომ რაც იწერება დღეს ამერიკასა და ევროპაზე, როგორი ტერმინოლოგიით წერენ. ეგ არ არის ჩვენი საკითხი. ჩვენ არ გვეუბნებიან რომ ვინმე მოიწონო იქ ხელისუფალი და დეპუტატი და ვიღაც. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა ისეთ ძლიერ ქვეყნებთან, წარმატებული ქვეყნები და დემოკრატიული ქვეყნები არის ევროპაში, არის ამერიკა. ამიტომ ამაზე უარის თქმა ეს არის კატასტროფა. აი აგერ თქვათ მე გარკვეული მონახაზი რომელიც გაკეთებულია, ჩამოყალიბებულია. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს პროგრამულ წინააღმდეგებს ყველა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა 20 წლის განმავლობაში განხილვის საგნადაც კი არ აქციეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა პროგრამა 21 პუნქტიანი მიზანია სამშობლო და ადამიანის სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩართვით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ინტეგრალური რესურსები აი ეს წიგნი რომელიც გითხარით აქ ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა 60-მდე ლოკალური პროგრამა, რომელთა მოქმედებაში მოყვანით საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი გახდებოდა მოტივირებული. მიუხედავად იგნორირების ამ პოლიტიკისა, ჩვენ მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ვხედავთ, გარდა დაპირისპირების დასრულებისა და თანამშრომლობაზე გადასვლისა. დაპირისპირების დასრულებისა და თანამშრომლობაზე გადასვლისა. ვინც დღეს ამ პრინციპს არ ეთანხმება, რომ ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რომ ეს დაპირისპირება არის ქვეყნის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ, რომ ეს არის ზაკრული, ჩანაფიქრი ქვეყნის გარეთ დაწერილი, რომ ჩვენ ერთმანეთი მხოცოთ, ჭამოთ ერთმანეთი, რომ საქართველო წაიქცეს და სხვა ქვეყნებისთვის საჯიჯგნი გახდეს აქ და ისინი მათი ცხოვრონ ჩვენ ქვეყანაში. და ქალაქები აშენონ. ჩვენი პოზიცია კატეგორიულია, პრინციპულია, შეიძლება სიტყვა კატეგორიული არ ვარგოთ, პრინციპულია. მომავალი მეცნიერულ პროგრამებშია, ხალხის მეცნიერულ პროგრამებში შეერთებაშია. თუ 26 მაისამდე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ ავიღებთ პასუხი, ანუ თუ არ გამოვხდნენ ამაში. ჩვენ ამას ხო ყველაფერს გამოვაქვეყნებთ. კარგად ვესმის, თუ ხელისუფლების და პარტიების პოლიტიკური ნება არ იქნა, მედიის საშუალებების მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ეს იქნება ეს არაფერი არ შესრულდება და მაშინ რჩება ერთი. დიდრები მხარს არ დაგვიჭერენ, ფულიანები მხარს არ დაგვიჭერენ და რჩება ერთი. შიშველ ხელებიანთა დიდი შეერთება მომავლის საქართველოსთვის. ჩვენ გარკვეულწილად სირცხილი უნდა ჩამოვირეცხოთ. რომ დავით აღმაშენებლის დაბადების 950 წელი ვერ აღნიშნეთ სოფლიო მასშტაბით. დიდგორის ომის 900 წლისთავი ვერ აღნიშნეთ. ჩვენ ვერ აღნიშნეთ დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავი და ვერ აღნიშნეთ 850 წლისთავი მეფხისტყაოსნისა და შოთა რუსთავის. დავით აღმაშენებელი იყო ფიგურა, რომელმაც დიდგორის ომით გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია და გადაარჩინა ქრისტიანული ცივილიზაცია. ურდოების არის. აქამდე ჩვენ დავით აღმაშენებელი გშველიდა. ეხლა ჩვენ ვჭირდებით დავით აღმაშენებელს, იმიტომ რომ ეჭვის ქვეშ დააყენეს
არაბების განდევნა აქედან, რომ არაბების შემოსევაა დღეს საქართველოში და ამიტომ მქონდა ამას დიდი მნიშვნელობა. ცხრილით ვნახე მე ძალიან ბევრი ადამიანი ორჯერ პირველი, როდესაც გელათი ნახეს რა მდგომარეობაშია, თვითონ ტერიტორიაც და თვითონ ტაძარი, ფრესკები რომ შევედით შიგნით და მეორე, როდესაც ავტომობილო ქარხნის წინ ნახეს რომ ეს არის ჩინელების ოკუპირებული. ჩვენ ნული იყო ყურადღება გელათისადმი, ტელევიზიების აბსოლუტურად ყველა გაზეთს დაეგზავნა მთელი ინფორმაცია, ლიტერატურულ საქართველოს გამოაქვეყნა და მე ვარ მოხიბლული რომ ყველა გაზეთს ხო გაუგზავნეთ, მაგრამ დღეს კაცურად ვამბობ რომ რაც დასავალმა გააკეთა და მისმა რედაქტორმა ბატონმა ლაშა ნადარიშვილმა აი უბრალოდ ეხლა დავწუნდი რომ რა დიდი საქმეა გელათი და რა დიდი საქმეა ეს კონგრესი. აი ამ გაზეთმა დღეს მე ძალიან იმედიანად განვაცხო, აი ამ გაზეთმა რომ დაწერა, ნახეთ, თვითონ გამოიტანა ფულის უფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში. შეფასება გააკეთა ხო გაზეთმა. ეს უკვე ის ხო არ არის, ანუ გაზეთმა გაიზიარა მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, რომ ნიჭის ძალაუფლებაშია ქვეყნის ძლიერება და არა ქუჩაში და არა ქუჩის რევოლუციაში. ქუჩას პატივი უნდაცა, იმიტომ რომ ქუჩაში ნიჭი დგას და როცა ნიჭი დადგება ქუჩაში იმას პატივი ეცი. არ უნდა გინდოდეს რომ ებრძოლო ნიჭს და ნიჭიერება. ხელისუფლებას ღუპავს ტაშის დამკვრელი. ამაზე უკეთესი წინადადება დღეს, რაც მეცნიერთა კონგრესმა შეთავაზა. აი როგორ იწყება, ნახეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ბატონო დეპუტატებო, ბატონო მთავრობის წევრებო, ესე იგი რა სასწაული რამეა გაკეთებული, ეს სასწაულად არის მე ჩამოყალიბებული, რომ მეცნიერთა კონგრესმა შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ბატალიებისა, არ იქცა მხარეთ, არ შეუერთდა ოპოზიციას ქმედებებში ყველა ერთის წინააღმდეგ. არც ხელისუფლებიდან წამოსული დაპირისპირების პოზიცია გაიზიარა, იყო და რჩება ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამომხატველ ინტელექტუალურ ძალად, რომელსაც მიაჩნია, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე ქვეყნის ხალხში გამოსავალი არ აქვს, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე ბრძოლა პოლიტიკური ანგარიშსწორებას უფრო გავს, ვიდრე ქვეყნისადმი ერთგულებით ბრძოლას. პრობლემა გახლავთ ის, რომ წლების მანძილზე ჩვენს ქვეყანას არ ეღირსა ეროვნული ხელისუფლება. თუ არ იქნება ეროვნული დამოკიდებულება იმ ფორმით, როგორც დღეს და წლებია უკვე იმართება ქვეყანა, მოვედით ამ შედეგამდე. მე რატომ ვარ ამ შემთხვევაში ასე აღტაცებული გელათის ღონისძიებით? მე ვიცოდი ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინა, რა თქმა უნდა, მთელი შინაარსით, მაგრამ იქ სხვანაირად გაჟღერდა, იქ მიღებული ინფორმაცია, მაინც ამაღლებული ხარ ადამიანი, სხვა ემოციებთან ხარ, სხვა პასუხისგებლობა გეკისრება ქართველობის ასეთ ადგილას რო იმყოფები და მართლაც აი საოცარი დოკუმენტია იმით და რატომ მომწონს მე პირადად ძალიან დავიღალე ამ მუდმივი დაპირისპირებით და ალბათ ეხა ჩვენ ზუსტად ამ ეტაპზე ვართ, რომ ამ სახის პოლიტიკა დიდხანს ვერ გასტანს და სწორედ ეს დოკუმენტი და დამოკიდებულება მიდგომა მეცნიერებისა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხვალ ზეგ უახლოეს დღეებში თუ რომელიმე თუნდაც პარტიას, ხელისუფლებას, ოპოზიციურად განწყობილს გაუჩნდება სურვილი ის, რომ გაითავისოს ეს დოკუმენტი და განახორციელოს შიგარსებული მოწოდება, ასე ვიტყოდი, ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა და დიდი ბედნიერება. მომავლის ქვეყანა აუცილებლად იქნება კოალიციური საქართველო, კოალიციური მმართველობა. ანუ მომავლის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ იქნება ის, როდეს ყველა პოლიტიკოსი უნდა მიხვდეს და მივიდეს იქამდე, რომ არანაირი ტყვილი, ფუჭი დაპირებები უკვე შედეგს აღარ მოიტანს, საზოგადოება გაიზარდა და თვითონ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არ არის მიმართული აგრესიაზე, პირიქით ეს არის დოკუმენტი, თუ გულდასმით წაიკითხავს ამომრჩეველი, რომლის ანალოგი მე არ ვიცი, თუ სადმე არსებობს და ვინმე მომაწვდის, სიამოვნებით გავეცნობი. ეს არის დოკუმენტი, სადაც ორიენტირი, საწყისიც და მიზანიც არის ქართველი ხალხი და ეს ქვეყანაში სადაც პენსია არის 400 ლარი თუ 450 ლარი და დეპუტატის ხელფასი არის 20.000 თუ 16.000, აი აქ დაუსვას ადამიანმა თავის თავს კითხვა. თუ რა ჰქვია ამას?
ანუ ჩვენ ხელისუფლებას თავაზობთ, აი ეს არის და დიდი მადლობა ასავალ დასავალს, რომელმაც ეს პირველ რიგში გამოიტანა. ანუ თქვენ წაიკითხეთ ეს დოკუმენტი, რომელშიც მიწერია, მოდით ბატონებო, ჩავატაროთ დიდი საერთაშორისო კონფერენცია. გამოიტანეთ თქვენ მოხსენება, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს. გამოიტანოს მეცნიერებათა აკადემიამ, გამოვიტანთ ჩვენც, ხალხს თვალები აუხილოთ და ხალხმა დაინახოს, ეს არის ჩვენი გამარჯვება. ამას ხელისუფლება რომ უარყოფს, ის უნდა მთავრდება. ჩვენ ვართ ხალხთან. ესაა ჩვენი ყველაზე ძალიან ძლიერი პოზიცია და ეს სოციალურად დაუცველი პაკეტი, ეს არის ძალიან ვერაგულად ჩანერგილი პროგრამა. ხალხო, გახდით თვალ ახელილები, როგორც ამას ვაჟა-ფშაველა ნაკლებდა. დინდი ჩამოიცილეთ. ნუ იბრმავებ თავს. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გასულ კვირას ხდებოდა, იყო მიუნხენის კონფერენცია უდავოდ. წელიწადში ერთხელ ეს უდიდესი თავშეყრა მსოფლიო ლიდერების, ექსპერტების, მეცნიერების, უშიშროების დარგში ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ინსტიტუტების წარმომადგენლების არის ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი და განსაზღვრავს ფაქტიურად წლის პოლიტიკის მთავარ ტენდენციებს და მიმართულებებს. იტალიაში ოლიმპიადის გახსნის დროს ვიცე-პრეზიდენტ დი ვენსის მიმართ გამოჩენილი ცივი შეხვედრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ მიუნხენში მიავლინა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც ითავსებს ამ თანამდებობასაც, მარკო რუბიო. რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა თulis თავს ევროპის შვილად, არც მეტი, არც ნაკლები. პირდაპირ ასე თქვა, რომ ჩვენ მართალია სხვა ნახევარსფეროში ცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ევროპის შვილები ვართ. და მან პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ინტერესებში არანაირად არ შედის ევროპასთან დაპირისპირება, პირიქით ევროპა და ამერიკა არიან ერთიანი თავის მისწრაფებებში და პოლიტიკაში და შესაბამისად ამერიკის ინტერესებში არის ევროპის ძლიერება, ევროპის და ნატოს გაცილებით მეტი პოლიტიკური შესაძლებლობების გაჩენა, რომ ერთობლივად შტატებმა, ევროპამ და ნატომ შეეძლონ გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელიც მათ თანაბრად ეხება ამერიკას და ევროპას და უქმნის საფრთხეს მათ განვითარებას და ჩვეულებრივ ცხოვრებას. აი ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ირანისთვის და დაგვარი ავტოკრატიული მთავრობებისთვის. რამშტეინის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 50 ქვეყანა შედის, იცით თქვენ ამ რამშტეინის უკრაინის მეგობარი ქვეყნების ერთობლიობაში. 34 მილიარდის ოდენობის დახმარებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს უკრაინას. რომ უკრაინამ არა თუ გაუძლოს დასუსტებული რუსეთის შეტევას და თავდასხმას, არამედ შეტევაზეც გადავიდეს, დაიცვას თავისი ტერიტორიები, დაიცვას თავის ხალხი და რაც ყველაზე მთავარია, დაიცვას პრინციპი, რომ რუსეთი თავის მეზობლებზე მომავალში აღარ ძალაზრდებს არასოდეს. მიუნხენის კონფერენციის ეს მთავარი პოსტულატები იმოქმედებს მთლიანად მთელ ევროკავშირზე. რუსეთი ნამდვილად არ არის მომგებიან ვითარებაში და პრაქტიკულად დღეს საქართველოს, რომელიც სწორედ ამას იყო მიჩერებული, ჩვენ ველოდებოდნენ ზუსტად ამას, ხო, რომ დავასრულოთ ეს წინადადება. რა მოხდებოდა? გაიმარჯვებდა რუსეთი და ისინი იჯერებდნენ მოსკოვიდან წამოსულ ამ ნარატივს. როგორ შეიძლება რუსეთი დამას? რას ლაპარაკობ? ჩემთვის უთქვამს უამრავ პატისაცემ ადამიანს. რას ლაპარაკობ? რუსეთი როგორ შეიძლება დამარცხდეს? ანუ დღეს რუსეთს ფაქტიურად როსნეფტის და ლუკოილის დასანქცირებამ ეკონომიკა დაუნგრია.
ასეთ ვითარებაში თბილისში დაფიქრდნენ. ივანიშვილის ხელისუფლებაც დაფიქრდა. ღირს კი მოლოდინი იმისა, რომ მოსკოვი გიშველის, რომ მოსკოვი დაალაგებს საქართველოში ყველაფერს, მოსკოვი გაიმარჯვებს. დღეს პირდაპირ მარკო რუბიოს უწყება წერილობით კიდევ ერთხელ, რომ საქართველომ უნდა გადადგას სპეციფიური ნაბიჯები, რომელიც დააწმუნებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკის მთავრობის ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ თბილისში დაინტერესებული არიან ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. აბა დიდ განსხვავებაა სამართალსა და კანონს შორის. სამართალი არის ობიექტური კატეგორია. ის ვითარდება ჩვენინებისგან, ადამიანების ნებისგან ობიექტური სწორად ამას ნიშნავს, ხო? ის ვითარდება მუდმივად, აი ახლა სანამ ჩვენ ლაპარაკობთ, ის ვითარდება, არ ჩერდება არც ერთი წამი. რა არის კანონი? კანონი ეს არის სუბიექტური კატეგორია, რომელიც დამოკიდებული არის სწორედ იმ ადამიანების ხარისხისგან, განათლების დონისგან, სვინდისისგან და ნამუსისგან და პასუხისმგებლობიდან საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც პარლამენტში არიან მოკალათებული. თუ არ არის სამართლიანი, ნახეთ რა ვღებულობ. მაშინ მოსახლეობა ამ კანონს არ ცნობს. კანონი, რომელსაც არ ასრულებს მოსახლეობა, რჩება გრაფიკულ გამოსახულებლად. დღეს ახალი გამოაცხეს, ხო? რომ თუ თქვენ გაგიჩნდათ უსამართლობის შეგრძნება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ჩვენი კანონმდებლობის მიმართ ჭყალებში, რომელიც არ მოგწონთ, ჩვენ დაგიჭერთ თქვენ, იმიტომ რომ ეს ჩვენი პატივცემლობაა და ეს სისხლის დამარცხის დანაშაულია კანონს ღებულობთ ახლა, რომ თუ თქვენ დაწეთ სადმე, რომ ჩვენი მიღებული კანონი არ ვარგა, ჩვენ ვართ არალეგიტიმური, ამ პარლამენტმა მიითვისა ხელისუფლება და ამას თუ დაწეთ 3 წლით წახვალთ ციხეში. ყველას დაგვიჯერენ? ამ ხელისუფლებას ვინც აცნოთ, მათ მიერ მიღებულ კანონებს არ ვაცხობთ კანონებს და რატო მათი შინაარსის გამო, მათი სულელური დანიშნულების გამო ტროტუარზე თუ დგეხარ ბატონო, ესე იგი აღღვევ კანონსო, ხო? ხო? შენ თუ გამოხატავ საჯაროდ შენს აზრს, მხოლოდ აზრს, არაფერს არ აკეთებ. აზრს გამოხატავ და ამბობ, აკრიტიკებ ხელისუფლებას, შენ დასაჭერი ხარ. შენ დამხობა გინდა. თვითონ ამ აგონიაში ყოფნის გამო საკუთარ თავს იმხობენ. აი ეს ყოველდღე ახალ-ახალი კანონი, რომელსაც გამოყავს ის ხალხი ქუჩაში. არა ვინმეს მოწოდება. აქაც ცდებიან. არავის მოწოდებით არ გამოდის დღეს ხალხი ქუჩაში, იმიტომ რომ ნახეთ აბა დააკვირდით იმ ხალხის ხარისხს. მე ახლა რუსთაველიდან მოვდივარ, აქ თქვენთან. და აბა დააკვირდით იმ ხალხს, ვინც იქ იკრიბება. დააკვირდით მათ ხარისხს, მათ ცენს, მათ გამოცდილებას, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს არის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი ნაწილი. ისინი არიან ექიმები, პედაგოგები, რეჟისორები, სტუდენტები, უბრალოდ ადამიანები, რომელთაც სპეციალურად ჩამოდიან რაიონებიდან, ფერმერები, უბრალოდ ადამიანები, რომელთაც შრომობენ დილიდან საღამომდე, რომ ოჯახი აჩინონ და ქმნიან ამ დოვლად, რომ ვერ ითმენენ ისინი. მათი შვება თუნდაც ამ გაჭირვებაში არის, რომ მივიდნენ იქ დააფიქსირონ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ესენი გამოაცხადა ყველა დამნაშავეება ამ სახელმწიფომ. ეს დიდხანს ვერ გატოვებს. მე რატო ვარქმევ ამას? ყველა ამას ჯერ კიდევ ციცერონი ამბობდა, რომ რაც უფრო ახლოვდება ავტოკრატიის დასასრული, მით უფრო სულელურ კანონებს ღებულობენ ისინი. აბა კარგად დავფიქრეთ რა თქვა ციცერონმა, რომ კაცრავად. რაც უფრო ახლოვდება, ანუ ლაკმუსის ქაღალდი რომ მოახლოვდა ამ ავტოკრატიის დასასრული, სწორედ ის კანონებია, რასაც ესენი ღებულობენ. რა კანონებია ეს ბატონებო, ხო თქვით უკვე რაც არის ეს, ხო? რომ თავისუფალი აზრი არ უნდა გამოხატო, პროტესტი არ უნდა გამოხატო, ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, ქუჩაში დგომარ ავტომანქანებს უშლიან ხელსო, ამან არ გაჭა და ტროტუარზე რო დადგა ეს ხალხი და იქიდან გამოხატა აზრი, ტროტუარზე თურმე გავლილებს უშლი ხელსო და პატიმრობას უშლიან, ხო? პატიმრობას უშლიან ხალხს და ნახეთ პოლიცია რა დღეშია. პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ დაძდევდეს იმ ქუჩას, სადაც უკვე 13-14 წლის ბავშვები ასახიჩრებენ ადამიანებს, უფროსებსაც, არა მარტო თავის თანატოლებს. პოლიცია დილიდან საღამომდე დაკავებული არის
მიტინგი ნუ იქნება ოღონდ ბუნტი ხო გასულ ფილმი ხო გასულ ხო დაახლოებით ეს ჭირ ბუნტი არ იქნება ანუ მიტინგი არ იყოს ხალხი არ დადგეს ქუჩაში იმიტომ რომ ივანიშვილს ეშინია თურმე ამის ივანიშვილის ფოთავს და არის შეწუხებული რომ რუსთაველზე ხალხი დგას და რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე შემაძწუნებელია მოსკოვიდან ურეკავენ ივანიშვილი რომ ალაგნე ეს ხალხი რას ნიშნავს რუსთაველზე ამერიკული და ევროპული დროშები ამ მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ უფრო მეტი მასალა გვაქვს იმისთვის ვიფიქროთ შეუძლია თუ არა თავად ივანიშვილს იმიტომ რომ თეორიულად შესაძლებელია რომ ივანიშვილი შეიცვალოს ძალიან ადვილია ეს როგორც ბოლო წერილი მოწერეს თუნდაც რუბიოს უწყებიდან რომ სპეციფიური ზომები გაატარეთ ანუ განთავისუფლეთ პატიმრები უარყავით ეს კანონები იფიქრეთ განვითარებაზე იფიქრეთ დასავლეთთან ინტეგრაციაზე ისე ევროპასთან აღდგენაზე ურთიერთობების ამერიკასთან ყველაფერი გამოსწორდება ჩაერთვებით ყველა პროექტი რომელიც კავკასიაში ახლო აღმოსავლეთში და შუა აღმოსავლეთში მიმდინარეობს ხო მათ შორის ცენტრალურ აზიაში და ასე ეს ყველაფერი ჩვენ გვეხება ეს დიდი გაგებით არის ყველაფერი ჩვენი რეგიონი აქვს ამის თეორიულად კი მაგრამ აქვს ამის რესურსი ბიზინა ივანიშვილს მოკლე გზა იქნებოდა ყველაზე მოკლე გზა რომ ბიზინა ივანიშვილს თავად გაეკეთებია მოეშოლებინა ეს მოძალადე ხალხი თავრობისთვის რომ აქ შეექმნა ისეთი ინტელექტუალური ისეთი დონის მთავრობა რომელიც სრულ ინტეგრაციას მოახდინდა ამ საერთაშორისო უზარმაზარ პროექტებში რომელიც სწორედ ცენტრალურ აზიაში ამერიკავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ხოცია და რომელიც ჩვენ პირდაპირ გვეხება როგორც შავი ზღვის რეგიონი სამწუხაროდ ყველაფერი გვაჩვენებს და პირველ რიგში თავად ბიზინა ივანიშვილის გამოთქმები რომელზეც ამდენიმე შეგახსენეთ რომ ბიზინა ივანიშვილს დღეს ამის რესურსი სამწუხაროდ არ აქვს გონებრივი მენტალური მიდგომის გამო ის არის რუსეთში ცხოვრებით რუსეთში მოპოვებული ფულით რუსეთში მოპოვებული წარმატებით აი ესეთი თავიდან ბოლომდე გაჟღენთილი მენტალობის ადამიანი ის თulis რომ კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გლობალური ძალის მქონე ცენტრი ბირთვი არის მოსკოვში. ამ კომპლექსის გამო ხომ ადგამს ამ ნაბიჯებს მხოლოდ დეკლარაციებს აკეთებს. ხოლო დაალაპარაკებს კობახიძეს, ბოჭორიშვილს და სხვებს, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენ გაწვდილი გვაქვს ხელი. ეს ყველაფერი სიტყვის მასალა, როგორც მათ დაუძახეს ამ ნეტგაზეთის მოწერილ წერილში. სანამ მხოლოდ დეკლარაცია, რომელსაც არანაირი შედეგი სამწუხაროდ არ მოყვება, ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ რუსთაველზე გარაქციას, ამიტომ აქვს ყველანაირი პროტესტი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოხატავს, რომ აქ საქართველოში შეიცვალოს არჩევნებით ხელისუფლება მოუთხოვოთ და ყველანაირი მხარდაჭერას მივიღეთ დაწუნებული ვარ ევროპისგანაც ამერიკისგან, რომ ქართველმა ხალხმა თავად ჩატაროს სამართლიანად თავისუფალი არჩევნები და შეცვალოს არჩევნებით ხელისუფლება, როდესაც მოვლენ ნორმალური ხალხი, განათლებული ხალხი, რომელთაც არ ექნებათ კომპლექსი და რომისთვის თავარი იქნება და ყველაზე თავარი ამოსავალი წერტილი იქნება ქართველი ხალხი და საქართველო. 1799 წელს მიღებული კონსტიტუცია ამერიკის. წარმოიდგინეთ ესე იგი ჩვენთან 1792 წელში მოვაწერეთ გეორგიევსკის ტრაქტატს, ხო? ხედი. სამში. ხო და აი ესე იგი 6 წლის მერე იქ მიიღეს კონსტიტუცია. კონსტიტუცია ესე გაიჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი პრეზიდენტად და 2 თვეში უკვე კონსტიტუცია მანამდე იმუშავეს, დაწერეს კონსტიტუციის მამებმა და უკვე მოხდა მიღება კონსტიტუციის. 1791 წელს მათ შეიტანეს 10 შესწორება დამატება კონსტიტუციაში. 10. და რომლის რატიფიცირება მოხდა 1792 წელს. ერთი წლის თავზე. და ესე იგი აი დღემდე თლიანობაში არის 27 შესწორება. დამატება, შესწორება კონსტიტუციის. წარმოიდგინეთ, რამდენი დროა გასული და ესე იგი თითქმის
ამდენი წლები და მხოლოდ 17 ესე მხარი საფუძვლები ქონდა საფუძვლები და როგორი ნაწერია როგორი გაზრებულად ნაწერია ყოველთვის ქართველი კაცი იყო პროგრესის თანამდევი ახლა დავითის აღმაშენებლის ხსენებლის დღე იყო მოგხსენება თუ სამართალზე მივიდა ლაპარაკი დავითმა უმაღლეს სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე თავისი ამბელი ეპისკოპოსი ესე იგი ჭკუნდიდელი დანიშნა საჯო კარი იყო მაშინ სამაზდელი ხო საჯო კარის ხელმძღვანელად ანუ უნდა ვთქვათ რომ რა სამართალი იღებს საფუძველს ღვთიური სამართლიდან ღვთიური სამართალია მეორე ეს ღვთიური სამართალი გადადის მე პოზიტიურ ანუ სახელმწიფო სამართალში ეს სახელმწიფო სამართალი უნდა ეყრდნობოდეს იმ ღვთიურ სამართალს სადაც და ჩვევები რო თქვით ღვთიური ჩემს თავისუფალი არჩევანის უფლება ძალიან მაგრამ პასუხისგებლობით ქორობდანეთ ხო რა უნდა გადათანხმდეს მარადიული ფასეულობა ეხლა ავიღოთ ვახტანგ მეფის სამართალი ესე იგი ვახტანგ მეფის სამართალში უკვე ეს არის მოხსენებული რომ არავითარი პირველი ღამის უფლება არა თავად და გლეხს უფლება აქვს რომ ამის გამო თავადი მოკლას თუ ამაზე ესე იგი მე არა აქვს დაუშვათ თავად უფლება რომ გლეხს დაუჭიროს არწყავი წყალი ასე და იქ თავარი მართალია ხშირად მეფე იყო ხომ თავარი მოსამართლე ну კარგი ამას თავი დავანებოთ ფეოდალური სახელმწიფო იქ ახლა გლეხს და იმას არაფერს ეკითხებოდა საგარეო პოლიტიკას ხო გალგორი აი თავისუფალი ხალხი რომელიც მთაში ცხოვრობდა რომელიც ქვეყანას იცავდა ხო მან თავისუფლება ხო და ერეკლეს მიმართავენ აქომი ერთ მოხდეს მეფე ორი რო თქვენ შენ ხო ერთი ჩემის გაიგონეო შეეძლო ხო გამიგეს თავისუფლება გასაპირველი ეხლა დაუბრუნდეთ იმ პერიოდს როცა უკვე რუსები შემოვიდნენ და რაღაცა რუსული პატმოხმური სისტემა შემოიტანეს ხო ეს ყველაფერი გაითელა მართლა რუსული საქმის ქვეშ და ძალიან მკაცრი ყოველგვარ უფლებო ესე იგი და იქ მაგალითად ხევში თავისინებით მივიდნენ მოხევები და ეხმარებოდნენ გზის გაყვანაში და ასე შემდეგ იმათ მათრახები ქალები მე შეარდეს ესე იგი რა ქვია ურემში და ასე შემდეგ დამცირება ხო და ეს დამცირება იმას ნიშნავდა რომ ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ მე მაგათ რუსებს და საბჭოთა კავშირი როდესაც ერთი იყო ესე იგი ძლიერები და ამასოფლისანი ამ კანონებს წყვეტდნენ უბოქსერი და ღარიბი და უფლებო კაც ადამიანი ეფლობოდა ამ ქსელში ეს ჰომო სოვიეტიკუსი სინდრომი გადმოყვა ჩვენ სისტემას ეხლა ვითომ დამოუკიდებლები ვართ თვითონ თავისუფლები ვართ მაგრამ როგორი კანონები და როგორი რღვევენ არა მარტო კანონებს კი არა თავარი კანონი რაც არის კონსტიტუცია უკვე დარღვეული კონსტიტუციის 78 იცით რა ბატონო უკაცრავად ეხლა თქვენ თქვით რომ გადმოყვა მაშინ ის რატო არ გადმოყვა თუ მოიპარა ქვეყნის ფული 2 წამწელი რატოს მომაგაში ესე იგი არ გადმოყვა მოირგეს იმიტომ რომ ეხლა კასტროტუარზე დაიჭერენ თუ მაგალითად იქ რაღაცა წავიდა და თქვა სიმართლე სახელმწიფოს ღალატის რანგში არის აყომილი და 15 წლის ეს სისხლის სამართლის კაცი რომელიც იყო ორგზის პრემიერ-მინისტრი გამიგე და არის ну ეხლა ვიფიქრო ტერმინი არ მეყვარს ეს ტერმინი თქვენ თქმის არის სისხლის სამართალი რატო არ იყოს სისხლის სამართალი ის არის ქვეყნის წინაშე დამნაშავე დამნაშავეა სახელმწიფო დამნაშავე მეორე ადამიანი მინისტრი ასე რომელმაც ბავშვებს მოპარეს და ასე შემდეგ ანუ ქვეყანა გაძარცვეს და დღეს იმიტომ ასეთი დისპროპორცია რომ არიან ყატაკების ფენა დაახლოებით 70-80%-ია სახელმწიფო როგორი სუბსიდიები მას დახმარება სახელმწიფო იმაზე დახმარებაა სოციალურ დაუცველია არის ძალიან ძლიერებისა და მდიდრების ფენა ამერიკის პატივისცემი თუ არ პირდაპირ ვიტყვი ნამდვილად არა ვარ დღევანდელი ამერიკული თავრობის კაბინეტის პრეზიდენტის და მისი გარდა ერთი კაცისა რომელმაც მე მგონი დაიღუპა თავის სამომავლო პოლიტიკური კარიერა მე საუბარი მაქვს რუბიოზე წარმოიდგინეთ ესე იგი ჩვენ რო ვამბობთ აი ამერიკული დღესასწაული ყველაზე ამერიკული დღესასწაული მადლიერების დღესასწაული ახალ ინგლისში ანუ მასაჩუსეტსის მიწაზე ეს დაინერგა როგორც დღესასწაული რომ ესე იგი მათ ინდიელებთან ნატივებთან ერთად შემოდგომის ეს ნაბოძი უნების ნაბოძის მოსავალი ერთად აიღეს დაჯდნენ ფესტივიტი ჩაატარეს ერთად ისე ამოვნეს დაალიეს
ზვეს მიირთვეს და მიაგეს პატივი ამ იმას და გაინერგა ეს როგორც დღესასწაული რომ სადაც არის კანონი იქ ხდება კანონის დარღვევა და კანონის დარღვევა რო ხდება იქ მოდის პოლიცია ფედერალური უწყება არ არის პოლიცია არის შტატის ფედერალური არის საგამომძიებლო ბიურო და საგამომძიებლო ბიურო არ მოდის საგამომძიებლო ბიურო თუმცა ფედერალური დანაშაული გაქვს ჩადენილი რაღაც საოცარი რაღაც რამოდენიმე შტატში მაშინ მოვა მაგრამ ის რომ მოდის იმ პოლიციას არ ქვია კანონდამცველი იმას კანონმაიძულებელი ქვია რამხელა განსხვავება წარმოიდგინეთ ვიღაცა იტყვის როგორ დეფინიციაშია პირდაპირ შეცდომა ის პირდაპირ გეუბნება რომ შენ თვითონ იცავ კანონებს და მე თუ მოვედი შენ ამოსული ხარ ფორმიდან იმიტომ მოვედი იყო მიღებული მიმართვა ხელისუფლების მიმართ მეცნიერთა კონგრესის მიმართ სადაც ჩვენ მას ვთხოვეთ და ვთხოვთ ახლაც რომ მოდით გადავხაზოთ ყველაფერი რაც იყო აქამდე და გადავიდეთ დიალოგზე გადავიდეთ აი ამ მეცნიერების მიერ მომზადებულ პროექტებზე და გეგმებზე და მათი განხილვა დავიწყოთ მით უმეტეს როდესაც ვერაფერი ალტერნატიული მით უმეტეს უკეთესი თქვენ ვერ წარმოადგენთ ამ 14 წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მოდით ეს მაინც განვიხილოთ იქ არის ისეთი პუნქტები რომლის მიღებაც რაღაცნაირად ესე იგი კვეთრად გაუმჯობესებდა ქვეყნის მართვას ჩვენ მათ შევთავაზეთ იგივე მიმართვაში რომ მოდით ტელევიზიით პირდაპირ ეთერში სახალხოდ რა გვაქვს ხალხისგან დასამალი გამოდით და დასაბუთებულად აგვიხსენით თქვენი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ. მერე იგივე გააკეთოს მეცნიერთა აკადემიამ და ჩვენ მეცნიერთა კონგრესი, რომლებმაც ბევრი რაღაცები გავაკეთეთ, მოვითხოვთ, რომ ჩვენც მოგვეცით 1/3 იმ დროის და ჩვენ წარვადგენთ ჩვენს ხალხმა იცოდეს, აი თქვენ როგორ ხედავთ მომავალს, ჩვენ როგორ ხედავთ მომავალს, მეცნიერებათა აკადემია როგორ ხედავს მომავალს, ქვეყნის მომავალს და აი ამ მომავლისკენ მიმავალ გზას და რა ღონისძიებებით, რა გეგმებით, რა პროექტებით უნდა იქნას მიღწეული. ერევანში ხელი მოეწერა გართულს, ესე იგი ჩიპების, ესე იგი ეს მაღალტექნოლოგიური პროცესები არის და ამ ტექნოლოგიებს ნერგავს ამერიკის შეერთებული ამისთვის მილიარდებს აძლევს და ერევანი ხდება წამყვანი ქვეყანა აი ამ ჩიპების წარმოებაში სოფლიოში ერთ-ერთი ცენტრალური ის იქნება. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ილიაუს ვებზვით გონიერმა ხელისუფალმა კრიტიკოსები, თუ ეს კრიტიკოსები იმას კი არ აცდილობენ, რომ შენ ხელისუფლება წაგართონ, არამედ ქვეყანაზე გული შესტკივა და გამოსთქვამენ თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს. ასეთი ხალხი უნდა წააქეზოს. ჩვენ ეს დაწერეთ კიდევ დღეს და დავიკითხეთ. ჩვენ გვჭირდება გამბედავი ინტელიგენცია, გამბედავი მეცნიერები, გამბედავი მწერლები და პოეტები. არიან ტირანები და არიან მონები. და მე რომ კაცმა მკითხოს, ვინ უნდა დახვრიტო რომ ქვეყანა გამოსწორდეს, მე ტირანებს არ დავხვრიტავდიო, იმიტომ რომ ტირანები შეიყვნენ აი ამ მონების გამო. მონებმა გახადეს ისინი ტირანები და აი ამ მონებს მოვსპობდიო. ესე იგი ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელ ნორმალურად მოაზროვნე, მაგრამ აი გაბედული ხალხი. ფული იგებს არჩევნებს. ვისაც მეტი ფინანსები აქვს, ის იგებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფულოდაც შეიძლება მიაღწიო წარმატებას. ჩვენ გვაქვს ისლანდიის მაგალითი, როდესაც მთავრობამ ქვეყნის ვალები დაიდო და ამოვიდა ეს ხელში და ამ ხალხს და გამოუცხადეს ბოიკოტი, არ გვინდა ეს ხელისუფლება, ყველა მათი აღებული ვალებზე უარი თქვეს, თვითონ შექმნეს ახალი ხელისუფლება და ახალი კურსიდან დაიწყეს მოქმედება. ეს მაგალითი არსებობს, ისლანდიის მაგალითი. ის
განათლებული ქვეყანა არის, მაგრამ იქ ჩვენზე ჭკვიანი ხალხი არ არის. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. სიცხვილია რომ ჩვენ ისთან განათლებულ და აი ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანას ამდენი წელი ამისთანა უნამუსო ხელისუფლებები ყავდეს. რუსეთში ეს ხო საფრანგეთი და ამერიკა არ არის. რუსეთში ფულს და მით უმეტეს დიდ ფულს თუ არ აკავს ქუდად და ფარველად შესაბამისი ორგანო ვერ გააკეთებ. რა ხამესია და ბიზნესს ეს ფარველები ყავს. როგორ უნდა დავახციოთ თავი? ხალხის ერთსულოვნებით უნდა შეგაწყვეტილოთ. თქვენ ღებულობთ სულოვანი არის ყოლიადის დროს თავიდან მაინც ნახეთ როგორ სადაბდის მიგვიყვანეს. ოპტიმის ტერატუღური ბაზონ ანდროსი და ფიქრობ რომ ჩვენ არ უნდა დავყაროთ არხმალი, წმენა უნდა გქონდეს, არ უნდა დავიღალოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ბრძოლა არის მართალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რიგი ფაკულტეტები გაუქმდა. ეს არასწორია ძვირფასო ქართველებო, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისეთი სტანდარტით უნდა იყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით ეს პროგრამა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა ეს ახალი რეფორმის გამოვლინება, იმიტომ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი უნდა იყოს იმ სტანდარტით, რაც აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის დასამტკიცებლად მე გიამბობთ რამდენიმე ნაწილს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს უნიკალურ აკადემიურ საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს საქართველოში. უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონალური განათლების განვითარებაში, მეცნიერების განვითარებაში. განსაკუთრებით ეს როგორც აღნიშნეთ აფხაზეთის დევნის სტუდენტთა კონტექსტში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციონირებას კერძო ზუსტი და საბუნებისმეტყველო და აქ არის მათემატიკა და რიგი მიმართულებები, მათ შორის მათემატიკური მოდელირების მიმართულება, რომელიც უნიკალურია რეგიონში, კავკასიაში. ვინც ეს ვერ გაიგო კარგად, მათ ვუხსნით რომ არ დაუშვათ ასეთი რამე. ეს არის კვლელობის ტოლფასი იმ მეცნიერებისა, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის არის. ვირფასო ქართველებო, თქვენ უნდა აიმაღლოთ ხმა, ასეთნაირად მიჭრა მოჭრა ფაკულტეტების არ არის სწორი. ეს უნდა აღნიშნული იყოს შესაბამისად. აღნიშნული პროგრამები, განსაკუთრებით მათემატიკის მიმართულებით, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლებას, ინოვაციურ კვლევებს და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს ზრდის. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ იმ რაოდენობის სტუდენტი შეიძლება არ მოდიოდა აქამდე, მაგრამ ეხლა, რადგანაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამებია შექმნილი, აკრედიტირებული, ამის შეჩერება არ შეიძლება. ეს გავიგოთ. რამდენჯერ უნდა ახსნათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პროფესიონალი მათემატიკოსები. შეიძლება თქვენ თქვათ მოსაზრება, რომ ეს ნაწილი უნდა გაერთიანდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ გაერთიანდება, იმიტომ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის სოხუმში აფხაზეთისთვის შექმნილი უნივერსიტეტი. ეს არის დროებით საქართველოში განსაკუთრებით თბილისში მყოფი უნივერსიტეტი. ტოლვილი, დევნილი უნივერსიტეტი და მეორეჯერ არ უნდა ვესროლოთ მას ასეთი დიდი ტყვია. ამის გაკეთება არის რუსების ხელშეწყობა. მე მიმართავ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მის პრორექტორს, ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელს, ასევე მიმართავ აფხაზეთის მთავრობას, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს, რომ იფიქრეთ და იმუშავეთ, რომ ეს საქმე გამოსწორდეს. ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხმა, ანუ მისმა პროფესორამ ხმა აიმაღლა და შესაბამისად ეს გასწორდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს იმ სტანდარტით უნდა შენარჩუნდეს. აი ამას გთხოვთ, შესაბამისად გაითვალისწინეთ, ვისაც ეს გევალებათ. სხვა შემთხვევაში ისტორია
სხვანაირად გამოგიტანთ განაჩენს 1 წელი არ არის ეს 2 წელი 10 წლის შემდეგ გამოჩნდება რომ ეს შეცდომა არ შეიძლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუფუჭო ის რაც წარმატება აქვს ის ციტირების ინდექსი რომელიც მათემატიკის ფიზიკის და ქიმიის ბიოლოგიის მიმართულებით აქვს გაკეთებული ძვირფასო ქართველებო კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველამ ხმა იმაღლო და დაიცავით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის რამდენჯერმე დევნილი უნივერსიტეტი ნულიდან სრულიად აღადგინეს ქართველებმა განსაკუთრებით მე აქ დავასახელებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს პროფესორ ოთარ ჟოდანიას და პროფესორ თემურ ჩილაჩავას რომლებმაც იშრომეს იმისთვის რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შექმნილიყო ასეთი სახით იმ კვალიფიკაციით ბევრი იტყვის რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს აფხაზეთშიო რა თქმა უნდა აფხაზეთში უნდა იყოს და ეს არის სწორედ პოლიტიკის საჭიროება რომ ისეთი კარგი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო შემუშავებული 70 წლის განმავლობაში რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის წიაღში დაბრუნებულიყო რადგანაც ამას ვერ ვაკეთებთ აქ მაინც შევინარჩუნოთ კიდევ ერთხელ მიმართავ აფხაზეთის თავრობას აფხაზეთის უზენაეს საბჭოს და მის შესაბამის დარგებს რომ დაიცავით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც სახელმწიფო მთავარი ხერხემალი სწორედ ეს არის სპეციალობა და განათლება სახელმწიფო ამ საფუძველზე დგას რითაც ჩვენ გადავრჩით ქართველები სახელმწიფოებრივ წვეტა ბევრჯერ ქონდა მაგრამ ენამ გადაგვარჩინა ანუ მეცნიერებამ მისმა განათლების სისტემამ აი ეს რაც ჩვენ ქონდა ჩვენ ძალიან დიდი მეცნიერები გვყავდა ამ ეტაპზე გელათის აკადემია საკმაოდ წარმატებით მუშაობს ქუთაისში და ხელმძღვანელობს მეუფე და იგივე გზით უნდა აღდგეს და უმეთაუროს უნდა იყართოს აკადემიას ალავერდელმა მეუფემ ფაზის აკადემია მხარდაჭერას უცხადებს ორივე აკადემიას და ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით მივმართო თელ საქართველოს მე მივმართო განსაკუთრებით იმ უნივერსიტეტებს რომლებიც გადარჩნენ და მე მიხარია განსაკუთრებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქუთაისის ყველას რომ ჩვენ თუ გვინდა საქართველოს როგორც სახელმწიფო შედგეს სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება აფხაზეთის გარეშე აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების ერთადერთი შანსი არის ძლიერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაყვანა აგრო სპეციალობებზე, აფხაზურ ენაზე, თუნდაც სკოლის მასწავლებლობაზე, ანუ წართმევა სამეცნიერო ნაწილის დიდი დანაშაული. ამ დანაშაულის მომლოდინე ხავს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მივმართავ ბატონ ჯინჭარაძეს მივმართავ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს თქვენ უნდა გადადგეთ თქვენ ვერ დაიცავით აფხაზეთელების ინტერესები განსხვავებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსას რომლებმაც თავის დარისხმებით გააკეთეს კარგი საქმე ბოლომდე დაუდგნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მე მიხარია ეს თქვენ თუ გაქვთ ღირსება ბატონ ჯემალ დღეს მე უნდა გადადგეთ მაგ თანამდებობად მარტო ბრწყელბრწყელი სიტყვები ეროვნულობა და შემდეგ არაფერი არ ჩვენის თქვენ სიტყვა არ მოგიღიათ მე ასევე მიმართავ იმ კუთხის შვილებს სადაც დაიბადა და გაიზარდა ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერი აკადემიკოსი ილია ვეფუა ასევე გენიალური ქართველი ისტორიკოსი სიმონ ჯანაშვილი მე იმედი მაქვს იმ კოდორ დალეულების რომლებსაც ახსოვს რომ აფხაზეთი ხოლო დასასვენებელი ადგილი არ იყო კარგი ახსოვთ ის
და იციან ის, რომ აფხაზეთი უპირველეს ყოვლისა თბილისის შემდეგ მეორე სამეცნიერო ცენტრი იყო. და როგორც მე გითხარით დღეს ბატონ გივი მიქანაძემ მეორეჯერ გახადა დევნილად 1000-ობით ადამიანი. აფხაზეთის გარეშე საქართველოს როგორც ქვეყანა ვერ შედგება, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტი არის პირდაპირ და რეალური ბმა აფხაზეთში სახელმწიფოებრივი მშვიდობიანი აღდგენის შემდეგ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტი და ის არა დავასუსტოთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ილია ბეკუა სიმონ ჯანაშიას აფხაზეთელი იყო ის უთხის შვილები არიან ღირსნი ომგამოვლილები, რომ საქართველოს ფორპოსტი როგორც იყო სოხუმის პედინსტიტუტი, შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტი იყოს შენარჩუნებული.